ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ საფრანგეთი მზად არის ევროპისთვის ბირთვული დაცვა უზრუნველყოს, დონალდ ტრამპი ბირთვული განიარაღების ინიციატივით პასუხობს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგება და ბირთვული იარაღზე საუბარი აღარ მოუწევთ. დონალდ ტრამპის თქმით, ის გეგმავს, რომ რუსეთი და ჩინეთი ბირთვულ განიარაღებაზე დაითანხმოს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ დიდი წინსვლა გვაქვს უკრაინასთან და რუსეთთან მოლაპარაკებებში. შესანიშნავი იქნება, თუ ამ ომს დავასრულებთ და ბირთვულ იარაღზე აღარ ვისაუბრებთ და საერთოდაც თუ ყველა უარს იტყვის ბირთვულ იარაღზე. ჩვენ და რუსეთს გვაქვს ყველაზე მეტი ბირთვული იარაღი. ჩინეთიც დაგვეწევა ალბათ 4-5 წელიწადში. კარგი იქნება თუ კი ბირთვულ განიარაღებას შევძლებთ, რადგან ბირთვული იარაღი წარმოუდგენელი სიმძლავრისაა. მე ძალიან ცოტა მაკლდა, რომ რუსეთთან ბირთვული განიარაღების პროგრამაზე შევთანხმებულიყავი. მე ჩინეთის პრეზიდენტსაც ვესაუბრე მაშინ და ისიც მოხარული იყო ამ ინიციატივით. თუმცა შემდეგ იყო გაყალბებული არჩევნები და დაუბრუნდით 4 წლის შემდეგ. მე მზად ვარ ბირთვულ განიარაღებაზე მოლაპარაკებები გავაგრძელო.